Strictly შემოიქმნება საქართველოს ბომბარდიის 21 წლის როგორ მოახერხა ეს? სრულიად უბრალოდ და მაგურებელთა თვალწინ გააცოცხლეს ძირითადი ეტაპები საბჭოთა რაკეტები დღეს მშვიდობის გუნდია საიმედო დარაჯობს ჩვენი ხალხის შემოქმედებით შესანიშნავ საჩუქრებს უზრდებენ მეცნიერებს კულტურის ლიტერატურის ხელოვნების მუშაკები Советская Грузия сердечно приветствует вас. გადაცემა წითელი ზონა ეს რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროგრამაა, რომელიც დღეს იწყებს სეზონს გადაცემით, რომელიც ჩვენ სექტემბრის ბოლოს არჩევნებამდე გადავედგეთ. ჩვენი გადაცემის სტუმარი, ასე დავარქვათ, პირობითად სტუმარი იყო ჩემი კოლეგა რადიო თავისუფლებიდან სალომე ასათიანი. თუმცა სტუმარი თლაც სწორი შეფასება არ არის, რადგანაც მთელი ეს გადაცემა ჩაწერილი არის ქუჩაში, არა ოკუპაციის მუზეუმში და ჩვენ საუბრობთ წერტილებზე, ასე დავარქვით სწორედ ამ გადაცემას, წერტილებზე, რომელიც ასახავს თემას დემოკრატია და ავტორიტარიზმი. რა ხდებოდა საქართველოში 2003 წლიდან დღემდე, რომელი პუნქტები, რომელი წერტილები ასახავს ისტორიას, ჩვენს უახლეს ისტორიას თბილისში, ცხადია, ჩვენ სწორედ თბილისით შემოვიწყდეთ და შეიძლება თუ არა ამ წერტილებით ვისაუბროთ. ყველაფერი იმაზე, რაც საქართველოში მოხდა 2003 წლიდან დღემდე, რომელი წერტილები იყო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. აი ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს სალომე ასათიანთან ერთად, ხოლო გადაცემის ბოლოს ჩვენ ვნახავთ დიდი უნგრელი რეჟისორის იშტვან საბოს ფილმს. ხარეთა აზრით, სწორედ ეს ფილმი შევარჩიეთ დღევანდელი ჩვენი გადაცემისათვის, რადგანაც ჩემი აზრით სწორედ ეს ფილმი პასუხობს თემას დემოკრატია და ავტორიტარიზმი, რადგანაც ასახავს ძალიან მნიშვნელოვან ეპოქას ევროპის ისტორიაში, როდესაც ნაციზმი დამარცხებულია, როდესაც გერმანია ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს, როგორ გადაფასდა წარსული, რომელი წერტილებით თუ შეიძლება ასე ითქვას, გადაფასდა წარსული. ეთერშია გადაცემა წითელი ზონა. NGO სექტორის აქტიურობაზე ვარდების რევოლუციის წინ. პრინციპში აი აქ ამ წერტილში ეგ არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? უკვე ერთგვარი კლიშეა ალბათ იმის თქმა, ბევრი ლაპარაკობს დღეს განსაკუთრებით ბოლო მოვლენების ფონზე, ხა ჩვენ ამ გადაცემას როცა ვიწევთ საქართველოს მოცულია სკანდალით ციხეებში წამების შესახებ, ეს არჩევნების წინა პერიოდია და ერთგვარი კლიშეა უკვე იმის თქმა, რომ სამოქალაქო სექტორი, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურდა 2003 წლამდე, შემდეგ მათი დიდი ნაწილი, ისე ვთქვათ, ინტელექტუალური რესურსი და ცალკეული ინდივიდები, ისე ძალიან გავლენიანი და საზოგადოებისთვის ცნობილი ნაცნობი ფიგურები შემდეგ ან უშუალოდ გადაინაცვლეს ხელისუფლებაში, ან გახდნენ ხელისუფლების მხარდამჭერები და შესაბამისად ძალიან დიდი დრო დაჭირდა სამოქალაქო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისთვის, რომ მოეკრიბათ ძალა, ხელახლა გაძლიერებულიყვნენ და აი ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩემი სუბიექტური დაკვირვებით, ჩვენ მართლაც ვაკვირდებით, ჩვენ მართლაც ჩვენს წინაშეა გაძლიერება, ძალას იკრებს ეს სექტორი, ეს ორგანიზაციები და მართლა რეალურად რაღაც თავის საქმის კეთებას იწყებენ. აი ბოლო პერიოდის მოვლენება ამან კიდევ ერთხელ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. რაც შეეხება მანამდე, არ ვიცი, მე ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური, მე ახალი დაბრუნებული ვიყავი მაშინ საქართველოში, როცა ეს მოძრაობა იწყებოდა, სასწავლებლად ვიყავი მანამდე უცხოეთში, როცა ვარდების რევოლუცია ძალას იკრებდა და ეს ახალგაზრდული ორგანიზაციები შდებოდა და მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც მაშინ საკმაოდ ალბათ იდეალისტურად თუ რომანტიულად თუ დადებითად ვიყავი განწყობილი ამ მოძრაობის მიმართ და ამ ორგანიზაციების მიმართ, ცალკეულ იგივე კმარას მიმართ. და ასევე ძალიან ბანალურად, ძალიან რომანტიულად შეიძლება ვთქვათ, ინფანტილურადაც კი გული წყდება იმაზე და ამ კლიშეს მე სრულად ვიზიარებ, რაც არ უნდა ბანალობა დავარქვათ, რომ შემდეგ ამ ორგანიზაციებმა ძალიან მალე ხელისუფლების ცვლილების მომენტიდანვე დაკარგეს თავიანთი ღირებულებითი ორიენტაცია, ჩადგენ ხელისუფლების სამსახურში და დაიწყეს ისეთი რაღაცების, ისეთი ნაბიჯების გამართლება და თვალის დახვიჭვა, ან უფრო უარეს შემთხვევაში გამართლება,
რომელიც მე ძალიან გამიკვირდებოდა თქვა 2003 წელს მანამდე რო ეთქვა რომ ეს ესე მოხდება. იქამ ეს გარკვეული შიში იყო რომ მოვიდოდა ის ხალხი ვის წინააღმდეგაც იბრძოდნენ და ვიზაც გაიმარჯვეს შეიძლება ასე ვთქვას და ამიტომაც ასე ფრთხილობდნენ. როგორ შეგვიძლია ახსნა თუ ეს უბრალოდ ძალაუფლების სიყვარულია? ყველაფერი ერთად ალბათ და ალბათ ის რაღაცა სიძლიერეც გარკვეულწილად ილუზორული იყო რაც მანამდე უბრალოდ აი ბოლო 2003 წლამდე ნოემბრის მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე ეს რომ ჩანდა რომ მართლა ძლიერია მრავალფეროვანია ესეც შესაძლოა არც ამდენად ამას გაანალიზება ჭირდება ამას ვიღაცამ უნდა ამას დაწეროს თუ გამოიკლოს ეს სამომავლო საქმეა. ერთი რამ ფაქტია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის. არა მხოლოდ ეს ვარდების რევოლუცია მოხდა ღირებულების სახელით, ხო? ეს ღირებულებრივი, არ ვიცი რომელია სწორად ქართულად, ფასეულობებზე დამყარებული რევოლუცია უნდა ყოფილიყო. სწორედ ამის სახელით მოხდა და ის მომენტი, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მე მაინც გონია, რომ ჩვენ გვაქვს ახლა საქმე დიდ მარცხთან, აი ამ სწორედ ღირებულებითი ტრაექტორიის, ვინაიდან ეს რაღაცა ცვლილება იყო ცივილიზაციის, პროგრესის, განახლების, იგივე დასავლური ფასეულობების შემოსვლის სახელით გაკეთა, ხო? ახლა მოგეხსენებათ ცივილიზაციას ძალიან ბევრი დეფინიცია აქვს, ბევრნაირად ხსნიან მას, ეს საკმაოდ პრობლემური თავისთავად ძალიან პოლიტიკური ცნება, კონცეფცია, ბევრ ამას მოიცავს, ხო? ადამიანის თავისუფლებას, ინდივიდის თავისუფლებას, თქვა ოჯახისგან და სხვადასხვა ინსტიტუტებისგან, პროგრესს, ემანსიპაციას, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი და რაც აი უმეტეს დეფინიციაში გვხვდება არის სწორედ სახელმწიფოს ასე ვთქვათ ლეგიტიმური ძალაუფლების და ძალადობის ჩარჩოების მაქსიმალური შემცირება და რაც შეიძლება უფრო ვიწროდ განხილვა და რაც შეიძლება მეტი წართმევა სახელმწიფოსთვის ამ ძალაუფლების და ძალადობის სადავეების და ასევე გაფართოება დეფინიციის და სისასტიკის, ანუ ჰუმანური მოპყრობა არა მხოლოდ ადამიანების, იგივე ცხოველების მიმართ, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რამდენად ცივილიზებულია და რამდენად ბარბაროსულია საზოგადოება. ესე არის. ბატონი რამაზ ჩხიკვაძე, ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ბატონი გოგი ხარაძე. ბატონი შოთა ნადირაშვილი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი. ასი საზოგადოებისათვის ცნობილი მოღვაწე გაერთიანებული ოპოზიციის გარშემო პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთიანდება და ხელისუფლების საწინააღმდეგო დარბაზს ქმნის. ხალხი ცავსე თბილისის მუსიკალურ ცენტრში დღეს სახალხო მოძრაობის ლიდერები კიბეზე ისხდნენ და მხოლოდ მსმენელის როლში იყვნენ. დუმილი სირცხვილია. ჩვენ დღეს ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მეგობრებო, რომ დუმილი აღარ შეიძლება. უნდა ყველამ ერთად ამოვიღოთ ხმა. როდესაც ხელისუფლება თავის მეთაურიანად არა მარტო საზოგადოებასთან, არამედ თავის სოფხედველობით შედის კალენდართან კონფლიქტში, შედის ხვალინდელ დღესთან, ეპოქასთან შევიდა კონფლიქტში. კონფლიქტი კალენდართან უტყუარია ყოველთვის კალენდრის გამარჯვებით მთავრდება. მე გიერთდები თქვენ და სამშობლოს ერთიანობისთვის და სიკეთისთვის თქვენთან ვარ როგორც ერთი პატარა მებრძოლი. შეხვედრის დაწყებისთანავე დარბაზს პრეზიდენტისათვის გასაგზავნ მიმართვას უკითხავენ. შეხვედრის ბოლოს მიმართვას მთელი დარბაზი ხელს აწერს. ინტელიგენცია შევარდნაძისგან დემოკრატიული საარჩევნო კოდექსის მიღებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ერთსულოვნად ჩავთვლით, რომ ხალხის ნების იგნორირება თქვენს მიერ საბოლოოდ არის აყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში და ნებისმიერი კანონიერი საშუალებით, მათ შორის საპროტესტო აქციებით დავიცავთ თავისუფალი არჩევანის უფლებას. ის რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, 8 წლის შემდეგ თუ ამ არჩევნების წინ, სწორედ ასეთ რეალობის წინაშე დავდექით, რომ ნახეთ რეალურად ის რეფორმა, რომლითაც ყველაზე მეტად თავს იწვევს, რომელიც პრინციპში დროშა იყო ამ ახალი რეჟიმის, ხო, პენიტენციური სისტემის და ზოგადად სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმა, თავისი გამჭვირვალე შენობებით, თავისი რიტორიკით, თავისი იდეოლოგიური რაღაცა კონფიგურაციებით რეალურად რაზე დგას? მე შევრო დავინახეთ, რომ ეს სინამდვილეში ემყარება სისასტიკეს, წამებას და აბსოლუტურ აღვირახსნილ ბარბაროსობას ჩვენ სიხეებში მოზარდების მიმართ. საერთოდ ესეთი კატეგორია ყავს, როგორიც არის ფსიქიურად დაავადებული პატიმარი. ეს ეხლა შოკში ვართ ყველა, ეხლა ტრავმა მივიღეთ ყველა, მე ხა წინ არჩევნები გველოდება, მაგრამ როცა ეს გადაცემა ეთერში გავა, ალბათ უკვე ვიქნებით იმ მომენტში, ან იმ მდგომარეობაში საზოგადოება, როცა მთლიანად წავა აი ეს ჩვენი ბოლო პერიოდის რაღაცა იდეოლოგიური ჩარჩო გადახალისებისკენ და გადახედვისკენ. აღარ ექნება
რაც არ უნდა როგორი კონფიგურაციით ეს არ უნდა მოვიდეს ახალი პარლამენტი, ხო? ვარდების რევოლუციით მოსულ ძალას ძალიან გაუჭირდება. მე საერთოდ მგონია რომ მასთვის შეუძლებელი იქნება აი ამ მარტივი ზღაპრების კეთილები და ბოროტები, თანამედროვე ჩამორჩენილი მოდერნიზატორული ძალა და ჩამორჩენილი ძალა ამ ნარატივის თუ ამ რაღაცა ფორმების იდეების წინ წამოწევა და ამაზე დაყრდნობით თავისი ხელისუფლების თუ თავისი ძალაუფლების გამყარება ძალიან გაუჭირდება, რამიტომ კეთილზე და ბოროტზე უკვე აღარ მგონია შესაძლებელი იყოს ლაპარაკი იმ ყველაფრის მერე რაც ჩვენ თვალნათლივ ვიხილავთ. საქართველოს ხალხო, გამოვიდეთ ნაჭუჭიდან და დავინახოთ, რომ არ არსებობს ორი სიმართლე, არ არსებობს ორი ჭეშმარიტება, არ არსებობს ორი საქართველო. საქართველო ერთია და მხოლოდ მას უნდა ვემსახუროთ. არ დაუშვათ წარსულის დაბრუნება, არ დაუშვათ აშენებულის დანგრევა, არ დაუჩოქოთ მტერს და მეტი სარგებელი მოუტანოთ ხალხს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პარტიის პროგრამა, ეს ერის არჩევანია. მხოლოდ მომავლისკენ, მხოლოდ სინათლისკენ, მხოლოდ იმედით და რწმენით, მხოლოდ აი ამ ხუთწლიანი დროში გამარჯვება შენ საქართველო, საქართველოს გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს! დიდი მადლობა, მერტი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას. ისე აღშენებაზე ვსაუბრობ და იმაზე რომ ნუ მაგალითად სასტუმრო ივერიის შენობა და ამ შენობის ისტორია ალბათ თავისთავად ძალიან საინტერესოა, როგორ შეიცვალა ყველაფერი, ხო? კი, ძალიან შეიცვალა და ესეც ალბათ რაღაცა დღეს თუ ბოდიშებს ვიხდი და გამოდის რომ რაღაც კლიშეებზე ლაპარაკობ, მაგრამ ნამდვილად ეს შენობა მისი დღევანდელი სახით მართლა არის უკვე მადაღებული კრიტიკა რაც არის ამ ხელისუფლების, ხო, ფასადურობა და რაღაცა ჭყვიალება და მოჩვენებითი სიმდიდრის კულტივაცია, ამისი ძალიან კარგი სიმბოლოა. გახსოვთ აქ რამდენიმე წლის წინ რა ხდებოდა, ისი სიმბოლო იყო ეს შენობა, ხო, ყოველები სახლობდნენ და თბილისის ცენტრში მუდმივად ჰქონდა ამისი ის ვთქვათ შეხსენება იმ სოციალური ფონის, იმ ტრაგედიის, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა 20 წლის წინ. ის რომ ეს სურათი ახლა შეიცვალა და ტოლვილები, ეს კონკრეტული ერთი სოციალური ჯგუფი ჩვენი თბილისის ცენტრის ხალხახედვის არედან ესე კომპაქტურად აღარ არიან და გაგვაცალეს და შეიცვალა აი ამ რაღაცა გაბრანჭული კონსტრუქციით თავისი ვერანდით და კოქტეილებით, სადაც დადიან ახალი ქართველები და სულ სხვა რეალობა აქვს. ესეც ნამდვილად შეგვიძლია მისი განზოგადება და ვთქვათ, რომ ეს არის საერთოდ ჩვენი მთლიანად მთელი პოლიტიკის სიმბოლო, ან რაღაცნაირად მისი გამოხატულება, რეპრეზენტაცია, სიმბოლიზაცია. ფაქტია ესეც, ახლა ცოტა სტატისტიკა ალბათ არ გვაწყენს, რომ დღეს, როცა ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, საქართველოს მოსახლეობის 1,600,000 ადამიანი საქართველოში ითხოვს შეტანას სოციალურად დაუცველთა სიაში, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა სიაში და აქ ცოტა სტატისტიკას მოვიყვან, ვინაიდან სტატისტიკა რამდენადაც ჩრალი არ უნდა იყოს, ხანდახან ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, რაღაც ძალიან ასკეტური გათვლებით, არ ვიცი ეს ვინ დათვალა თავისთავად, მაგრამ დღეს ითვლება ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, რომ საარსებო მინიმუმი საქართველოში არის 150 ლარი ერთი ადამიანისთვის, უბრალოდ ის რომ გადარჩეს. ხოლო სოციალურად დაუცველთა პროგრამაში შეტანილი პირები იღებენ, ვთქვათ, ერთი სული, ოჯახში იღებს 30 ლარს და დანარჩენები 20. დახმარება იმ შემთხვევაში, რომ ეს ბიჭი იყო ჩემგან დასული, მარტო ქალი ვთხოვოდი მეაქა. აი მაუნტყოფობის გუშტი ჩემთან არის ეს. მოგიგო წევა გვასო, ტრია ტაქსი. გაგიროფი დამივპოწრიმებმა არა მაგდენ როგორ ვიყრია დასაცველები ქეთრეულობა გადავაჩიე გადავყარე ეს ოჯახის შემოსავლის წყარო რა არის? არავითარი შემთხვევაში არავითარი შემოსავალი არა. ბავშვები საწყლები ჯარზე მუშაობენ, ხანდახან სკოლაში წარდადიან ტანსაცმლის გამო, ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ ერთს გავხდი ფეხზე, მეორეს ერთი კვირა ვერ ვუშვებ, რომ იმანი არის. არა, რა ვიცი, გვითხრეს დაგეხმარებითო და 5 წელი გავიდა და ჩემთან ახლო არავინ არ მოსულა არაფერი.
54-დან ვიღებთ ორივე, ხო. ბალღებისაც და იმებს არ გვაძლევენ. ერთად არა ცხოვრობთო და ის სახლი რო გაჩვენეს, ნეტა იქ ლეილა გაიყვანა და გადაიღონ იქ არა. და ამ პირობებში, ამ შემწეობას საქართველოში დღეს ითხოვს 1,600,000 ადამიანი. ჩვენი მოსახლეობის ზოგადი რაოდენობიდან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად თავზარდამცემი მონაცემი და თავზარდამცემი ციფრი და ჩვენ ძალიან ხშირად, კი არა, პრინციპში ყოველდღიურად ცხოვრობთ ესეთ პარალელურ რეალობაში. ამაზე რომ ვლაპარაკობთ ეს სიტყვის მასალა ძალიან ხშირად ვამბობთ, მე თვითონ ხშირად მithქვამს, რომ აი ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს უჭირს, ანუ ამ რაღაცა ნარატივში ვართ მოქცეულები, რომ ქვეყანა წინ მიდის, ჯერ კიდევ უჭირთ, მაგრამ აი უნდა მომავალში შეიძლება აღარ უჭირდეთ. რაც არ უნდა წვიმა იყოს, რაც არ უნდა ჭყაპი იყოს, რაც არ უნდა ცუდი ამინდი იყოს. ჩვენ უნდა ვაშენოთ დარშიც და აუდარშიც იმ პირობებს, როცა აგერ თავზე ეს უბედურება გვადგას თავზე მტრების სახით, რომელიც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალიან, მაგრამ მე ხა მოდივარ წირვიდან სწორედ გიორგოვის და იქით სწორედ პატრიარქმა ჩაუმკიდა ჯვარი, რომელიც ასევე ასლია აფხაზეთში აფხაზური ჯვარის, ჩვენი ჯვარის, რომელიც არის აფხაზეთში და ჩვენ არ უნდა დავავიწყდეს, რომ ეს არის თბილისი სოხუმის მაგისტრალი. ესე იგი, ამ გზას ჩვენ ჩავყავთ სოხუმამდე და აუცილებლად ჩავალთ სოხუმამდე. აუცილებლად ჩავალთ სოხუმამდე და აუცილებლად ოკუპანტი მოშორდება საქართველოს ტერიტორიას. მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ჩვენ ჩავალთ როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა გქონდეს. და კიდევ ხსნით ამ მშვენიერ გზას, რომელიც მართლა ძალიან კაი ხარისხის არის, მართლა ძალიან ჩქარა აშენდა და ეხლა რაც თავარია, წელს ტეპმა მოიმატა თითქმის 3-ჯერ და მომავალ წელს მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პრაქტიკულად რიკოდამდე უკვე მისულები ვიქნებით და უკვე ზესტაფონის სამტრედიის მონაკვეთსაც გავივლით. როგორც დავბიდით ჩვენ ხალხს და ეს ვერ გააჩერა ვერც ომმა, ვერც ტრის მუქარამ და ვერც სხვა სტიქიურმა თუ დაგეგმილმა უარყოფითმა მოვლენებმა. სინამდვილეში ეს შეიძლება სულაც არ იყოს. შეიძლება რომ ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ძალიან ბანალური ფორმულაა ესეც, რომ მშპ, ანუ სლიანი შედაპროდუქტი შეიძლება იზრდებოდეს, ქვეყანა შეიძლება მდიდრდებოდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს სიღარიბის შემცირებას და ღარიბი ადამიანების რაოდენობის შეიძლება პირიქით ესეც იზრდებოდეს, ესეც დასაშვებია და ესეც მომხდარა. შესაბამისად ის, რომ ამაზე ჩვენ არ ვლაპარაკობთ და მთელი აქცენტი სახელმწიფო პროპაგანდის ამ წლების განმავლობაში იყო გადატანილი სწორედ რაღაცა ხაზგასმულ სიმდიდრეზე, ხაზგასმულ ჭვიალებაზე, ხაზგასმულ რაღაცა იმ რაღაცა სიმბოლოებზე, რითიც დავშვათ აი დასავლეთის ჩვენთან შეიცით ძალიან ეგივე ქსელი, სასტუმროების, რაღაცა ტრაფიკების ობიექტები, რესტორნები, ბუდაბარი, ამას ხვდებოდით როგორც რაღაცა დასავლეთიზაციის ნიშნებს. ამ რაღაცა ჭვიალა მართლა ფასადურ ნიშნებს იმისა, რომ ჩვენში რაღაცა იცვლებოდა ეკონომიკური აღმავლობა. სინამდვილეში ეს გასაკვირველია, მხოლოდ ძალიან პატარა სეგმენტს ეხებოდა და ძალიან პატარა სეგმენტი ხარობს ხედავს ნახულობს ამეთი სარგებელს, ხოლო ის რომ ამდენი ადამიანი ესეთ გაჭირვებაში ცხოვრობს, ხო, ეს მხოლოდ ის კი არ არის, რომ ჩვენ ახლა ეგრეთ წოდებული რაღაც უფრო პრივილეგირებული თუ ელიტარული თუ ვინც არიან და ვინც ვართ, ხო? მე ჩვენ თავსაც მოვიაზრებ ამ რაღაცა სხვა ჩვენ აუცილებლად უნდა თანაგზნობით აღვივსოთ და ეს ხალხი შეგვეცოდოს და მათ დავეხმაროთ. ეს სწორედ ეს ჩემი ღრმა რწმენით ის რომ ესეთ სიღარიბის პირობებში ვცხოვრობთ და ესეთი აცდენა გვაქვს რეალობასთან, გახდა საწინდარი იმისა, რომ როგორც საზოგადოება და როგორც რაღაცა ერთი კოლექტიური რაღაც ჯგუფი ადამიანებისა ჩვენ ვერ განვითარდით პრინციპში ამ 8 წლის განმავლობაში. გაშიც არაფერი არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ როდესაც თითქმის ნახევარი ესეთ სასოწარკვეთაში ცხოვრობს, უბრალოდ ელემენტარულად გადარჩენისთვის იბრძვის ყოველდღიურად, ხო და
არის ის შვილსხვალ რა აჯამოს ძალიან ძნელია იქ დემოკრატიულ ჩართულობაზე, ღირებულებით კამათზე, რაღაცა დისკუსიაზე, განვითარებაზე, მოდერნიზაციაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს ადამიანები გამოთიშული არიან ყველაფერს, ისინი ვერავნაირად ვერ იქნებიან ჩართული ქვეყნის ცხოვრებაში და სხვადასხვა პროცესში და ისინი არიან ძალიან ნიჰილისტურ, სასოწარკვეთილ განწყობაზე, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია და ბუნებრივია და შესაბამისად მე არ მიგვირს ის, რომ დაუშვათ დღეს ჩვენთან მართლა რეალურად იგივე ქსენოფობიური განწყობები ჭარბობს, ის რომ ჩვენ ვერ შევძელით რაღაცა ღირებულებით საკითხებზე შეთანხმება თუ არა, ყოველ შემთხვევაში სიღრმისეული დისკუსიის დაწყება ამას სხვა მიზეზებიც ჰქონდა, შეიძლება ამაზე სხვაგანაც ვილაპარაკოთ, მაგრამ ჩემი აზრით ეს იყო ერთ-ერთი მთავარი და ამას კიდევ ხელი შეუწყო სახელმწიფო პროპაგანდა და აბსოლუტური იგნორირება ამ სოციალური უმძიმესი ფონის ერთი უზარმაზარი პრობლემა იყო, მაგრამ ამას ასევე ხელი შეუწყო არა უშუალოდ ხელისუფლების ეშელონებში, მაგრამ ხელისუფლების მომხრეთა, რაღაც ინტელექტუალური ჯგუფის გაჩენამ, რომლებიც აქტიურად, ეს ვთქვათ, ამ წლების ბოლო წლების განსაკუთრებით მთლიანად 8 წელს არ ეხება, განმავლობაში გვეუბნებოდნენ ამ რაღაცა იდეოლოგიურ კონფიგურაციას გვთავაზობდნენ ლიბერტარიანულს, მემარჯვენეს, რომ არ არის სახელმწიფოს არევალება სიმდიდრის გადანაწილება, რომ ეს უნდა შეიქმნას ბაზარი თვითონ დაარეგულირებს, უნდა შეიქმნას პირობები, რომ ადამიანმა იმუშაოს თვითონ მისი არჩევანია ის როგორ სამუშაოს ათახდება. მისმენმა კომპანიამ შეიძლება აიცილოს თავიდან, თუ ეს არ არის ფორს მაჟორი რაღაც უბედურება, ომი და ცუნამი და ასე შემდეგ. და 90% ნებისმიერ კომპანიაში დაწყებული კრიზისი არის არასწორი მენეჯმენტის ბრალი. და ნუ იფიქრებს, რომ ეს სადღაც აბსტრაქტულად ამერიკაში მოხდა, ან ევროპაში დაიწყო და მე რა ვქნა. არა. რა ქნა არა. კონკრეტული და სხვადასხვა კრიზისის ერთ-ერთი კარგი დადებითი, რაც არ უნდა მტკივნეულად ჟღერდეს ეს არის, დადებით შედეგი არის ის, რომ სუსტი და არასწორი მოთამაშეები გადიან ბაზრიდან. იმას ბუნებრივად გარიყავს გარემო. და ვინც ნორმალური და ძლიერი მოთამაშეა, ეს გადარჩება. იმიტომ რომ ძლიერი მოთამაშე ჯობია დარჩეს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არ დაზარალდეს მომხმარებელი, ანუ თითოეული თქვენთაგანი, რომელსაც ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბინის ყიდვა უნდა. ესეთი სტატიებიც იწერებოდა, რომ თითქოს მუშა, რომელიც თან ხდება მისი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობას, ის მისი არჩევანია და ჩვენ რატომ უნდა დავიცვათ მუშის უფლებები, ის ხო ამაზე გაცნობიერებულად მიდის, ხო? რანაირად შეიძლება ეს თავისუფალი ბაზარი მუშისთვის და ეკონომიკურ სასოწარკვეთაში მცხოვრები ადამიანისთვის არ არის არჩევანი და არ არის თავისუფლება. პირიქით, ეს არის მონობა და არა თავისუფლება. იმიტომ რომ ის იძულებულია დათანხმდეს კავალურ პირობებში მუშაობას და ხდება კიდევაც, ხო, ძალიან ხშირად. მაგრამ და რაც ყველაზე პარადოქსია და რაც ყველაზე ესეთი პერვერსიულიც მე ვიტყოდი ჩემთვის, აი ეს ჯგუფი სწორედ ინტელექტუალების, ხო, როცა ჩვენი ქვეყნის ბოლოს ისტორიაში დგებოდა მომენტები, როცა სახელმწიფო ყველაზე აშიშულებდა თავის ძალადობრივ მხარეს და გვაჩვენებდა თავის ძალადობრივ ბუნებას 7 ნოემბერს 26 მაისს განსაკუთრებით ეხლაც ბოლო პერიოდის მოვლენებზე ეს ჯგუფი იწყებდა გამართლებას თუ არა ყოველ შემთხვევაში ახსნას რაციონალიზაციას რომ ნუ ეხლა ესეთი დროა სახელმწიფო ეხლა გაძლიერდა ხელში ჩაიგდო სადავეები ეს სუდია მაგრამ გადაცდენა ამას გადაცდენა კი რა იყო ძალადობა ხო ნამდვილი მაგრამ როცა საქმე მიდგებოდა იმაზე რომ სიმდიდრე გადავანაწილოთ თუ არ გადავანაწილოთ და ვილაპარაკოთ სოციალური სამართლის საფუძვლებზე, მაშინ უცბად სახელმწიფო უნდა შევკვეცოთ, სახელმწიფო არ შეიძლება გაძლიერდეს და სახელმწიფო არ შეიძლება ერეოდეს ჩვენგან ცხოვრებაში. ეს არის ძალიან პარადოქსი, ძალიან ცუდი პარადოქსი. ჩვენ ქვეყანაში ჩვენ მართლა ისეთ ახლა ძალიან შეიძლება ისეთ პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილი რეალური ამბავი მომყავს ახლა რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც დაუშვათ ამას წინათ ქონდა ეს ფაქტთან შეხვედრა რომ მამას არ ქონდა იმის თანხა რომ თავისი 10 თვის ბავშვისთვის ბადურის ჩამოშლის საწინააღმდეგო ნემსი გაეკეთებია და სიბრმავისგან დაეხსნა და ეს თანხა არის დაახლოებით იმდენი თანხა რასაც ვიღაცა შეიძლება იხდიდეს სოლარიუმში ვთქვათ ან რაღაცა ლაზერული ეპილაციაზე ან ბასეინზე ხო და ეს ახლა შეიძლება კი ბატონო დისკუსიაც არ შემდგარა ამაზე რა ეს თუ სამართლიანია და ეს თუ ესე უნდა იყოს თუ დაგვიმტკიცონ მაშინ და კი ბატონო თუ მართლა ახლა იმისი რა ბრალია რომ ამას ბავშვი უბრმავდება და კი ბატონო შეიძლება ამაზეც მათ თავისი ლოგიკა აქვს მაგრამ არც კი გველაპარაკებოდნენ ამას ქედმაღლურად წერდნენ და გვიმტკიცებდნენ რომ ეს ესეც უნდა იყოს და ამაზე საერთოდ ეჭრის შეტანაც იყო სოციალიზმი უკვე და 2008 წელს დათმო სიცოცხლე მაგრამ არ დათმო თავისუფლება უამრავ ოჯახში ჯერაც არ იგრძნობა ქვეყნის წინსვლით მისაღების სიკეთე. საქართველოს ამ შენობასავითაა ლამაზი, შენებარე, ოპტიმიზმით სავსე, მაგრამ ჯერაც დაუმთავრებელი.
ახალი საქართველოს შენება წარმატებით დავთვალოთ მაშინ, როდესაც მისი ყველა მოქალაქე მიიღებს და იგრძნობს თავის წილ სარგებლობას ქვეყნის საერთო წარმატებისგან. დღევანდელი დღე ერთად ვაქციოთ დღეს, როდესაც ყოველი ჩვენგანი და უპირველესად მე, როგორც პრეზიდენტი, უფრო მეტად გავაცნობიერეთ ჩვენ პასუხისგებლობას თითეული ამ მოქალაქის და ოჯახის წინაშე, რომელსაც ჯერ არ უსარგებლია ქვეყნის წარმატებით. დღედ, როდესაც ყველანი ერთად ზეიმობს შენების ახლად დაწყებულ პროცესს, მაგრამ დავდებთ პირობას, რომ არ დავკმაყოფილდებით, არ გავჩერდებით, არ დავისვენებთ, არ მოვდუნდებით, მანამ სანამ დაწყებულ შენებლობას ბოლომდე არ მივიყვანთ. საბჭოთა პერიოდზე და საბჭოთა პერიოდის ბოლო წლებზე განსაკუთრებით მე არა ვარ კომპეტენტური და ვერც ვილაპარაკებ, მაგრამ მე ვარ ის თაობა, რომელიც პრინციპში ჩვენ ძალიან ტრავმული ბავშვობა და თინეიჯერობა გვაქვს გამოვლილი. ხო, ჩვენთვის ძალადობა იყო ძალიან ჩვეულებრივი რამ. ჩემს ირგვლივ იმდენი ჩემი კლასელი, ჩემი ნაცნობი, ჩემი სკოლელი ბიჭი დაიხოცა, მათ პანაშვიდებზე სიარული ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ისი ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ მათი მკვლელები თავისუფლად დადიოდნენ, ყველამ ვიცოდით, მაგრამ მამამისი ხსნა და ელიტარულ უბნებში ის დადიოდა კიდე თავს იწონებდა რაღაცა კარგი ჩაცმულობით და ძვირფასი მანქანებით. მთელი ეს რაღაცა პარამილიტარისტული დაჯგუფებები, თავიანთი აბსოლუტურად უკონტროლო აღვირახსნილი მხედრიანი და ასე შემდეგ, ხო, კრიმინალური ქმედებებით ის რაც ჩვენ გვესმის, რაც ჯერაც გამოძიებული არ არის. იგივე ქურდული ინსტიტუტი, ქურდული მენტალიტეტი, ქურდების საერთოდ ეს მთელი მოვლენა ფენომენი რაც იყო, ხო, ძალიან იერარქიული, ჩაგვრაზე ორიენტირებული წარმონაქმნი. აი ამ რეალობაში როცა მოვიდა ხელისუფლება, რომელმაც პირველ პრიორიტეტად გამოაცხადა ის, რომ აი სწორედ ამ უკონტროლო რაღაცა კრიმინალს და უკონტროლო აღვირახსნილ კრიმინალურ სიტუაციას დაუპირისპირდებოდა, ამას ბევრი ჩემი ჩათვლით მიესალმა. და ეს ყველა ძალიან მოგვეწონა და დიდხანს ამან იმუშავა საპატრულო პოლიცია, უცბად ესეთი ცვლილება ვნახეთ, ხო? რადიკალური თვისებრივი გადასხვაფერება ამ რაღაც ძალიან კორუმპირებული სტრუქტურის, რომელიც ყველა უჯრედში იყო უკვე ქვეყნის და საზოგადოების წინა პოლიციების სახით, რასახითაც ის ჰქონდა შევარდნაძის რეჟიმის დროს და მანამდეც. მაგრამ შემდეგ ძალიან მალე უკვე ძალიან მალე, აი რა ვიცი, ერთ წელიწადში უკვე გამოჩნდა, რომ ეს უკვე აღარ იყო წესრიგის დამყარება, ეს უკვე იყო ძალაუფლება და ძალადობა უკვე ძალიან მალე გადაეჯაჭვა ერთმანეთს ხელისუფლების ქმედებებში. და უკვე ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება თვითონ იწევს კანონის დარღვევას, კანონის დაცვის სახელით. მაქვს ევროკომისიის შუალედური ანგარიში, რომელიც ეხება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებას, ეს 2008 წლის დოკუმენტია და მხოლოდ ერთ სამუნარით წაგიკითხავთ. საქართველოზე არის საუბარი, აქ წერია, რომ საქართველოში შრომის კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს და საქართველოს მიერ 2005 წლის ივლისში რატიფიცირებულ ევროპის სოციალური ხარტიის სტანდარტებს, ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიც არის ზედმეტი სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა და სამსახურიდან დათხოვნა. თუ კი საქართველოს 2009 წლიდან სურს კლავის სარგებლოს ევროკავშირის შეღავათების ზოგადი სისტემით შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს. შედარება და თქმა იმისა, რომ ახლა ევროპის სტანდარტებთან, ესე იგი ეს არის არც თუ ისე შესაბამისი, ეს ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით განვითარების ამგზას ადგას. მინდა კარგად ვიცოდეთ, რომ ის პრობლემები, რაც დასაქმებას უდგას და ვთქვათ ეკონომიკის განვითარებას, მით უმეტეს ამ ფინანსური კრიზისის დროს ინვესტიციების მოზიდვას, რაც კიდევ უფრო გართულებულია, მე ვფიქრობ ძალიან ფრთხილად ჭირდება გაანალიზება და გააზრება, როგორი შრომითი ხელისუფლება თვითონ უგულებელყოფს კანონის უზენაესობის პრინციპს, სამართლიანობის პრინციპს და ამაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრი, აი იგივე ის ინტელექტუალები წერან, ვისაც ვაპარაკობდი, ხო, ანუ ეს რაღაც გარკვეულ ჟურნალებში წერენ ესენი, რამდენიმე უნივერსიტეტში შეგიძლია თქვა, ნუ ერთში ყოველ შემთხვევაში გაერთიანებულები არიან. ამას ისინი კი არ მიესალმებოდნენ, ახლა მე რასაკვირველია ვერ ვიტყვით, რომ სისხლის ანახვას იამონებდა და ადამიანებზე ძალადობის, ხო? მაგრამ რაციონალიზაციას ახსენდნენ ამით, რომ რა ვქნათ, ახლა მოვიდა დრო, როცა როგორც იქნა სახელმწიფო გახდა ლეგიტიმურად მან ხელში ჩაიგდო ძალაუფლების და ძალადობისაც ხშირად სადავეები, ეს სუდია, მაგრამ ეს არის გადაცდენა და ამას მოევლება სამომავლოდ. მაინც ჯობია სახელმწიფოს ხელში იყოს ძალაუფლება და ძალადობაც, ვიდრე ესეთ უკონტროლო გარემოში ცხოვრობდეთ, ხო? და ეხლა უკვე აი ამ ციხის საშინელი, შემზარავი და აბსოლუტურად ზღვარგადასული რაღაცა კოშმარული სცენების ნახვის შემდეგ მე მგონი ერთხელ და სამუდამოდ დავწმუნდით იმაში, რომ არ შეიძლება ძალადობაზე თვალის დახუჭვა. არ შეიძლება ძალადობის გაპროტესტებას ინფანტილიზმი და უმცირფრობა უწოდოთ და არ შეიძლება ლექციები ვიკითხოთ იმაზე, რომ ადამიანის ბუნება ძალადობრივია და სახელმწიფო არის ლეგიტიმური წყარო ძალადობის და ამიტომ უნდა მოვითმინოთ და თვალი დავხუჭოთ, იმიტომ რომ ჩამოყალიბების პროცესში ვართ.
რანაირად უნდა შეიკვეცოს ეს ძალაუფლება, ხო და ძალადობა თუ არ გავაკრიტიკეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ სწორედ საზოგადოება და განსაკუთრებით ხა საზოგადოება ძალიან ფართო ნათქვამია, ხო? აი ის ფიგურები, გავლენიანი ინტელექტუალები, განსაკუთრებით ხელისუფლებასთან დაახლოებულები, მათ რამდენი ხნის განმავლობაში თვალი ამაზე არ დაეხუჭათ და აბსოლუტურად ამისი რაციონალიზაცია არ დაეწყოთ იმით, რომ ნუ რა ქნა სხვა გზა არ არის. ჩვენ ამ სიტუაციაში დღეს რომ მოვშევთ, მე მგონი არ ვიქნებოდით, იმიტომ რომ მოქალაქისთვის არ მგონია დიდი მნიშვნელობა ქონდეს, კი არა და შეიძლება ვიფიქროთ, რომ უარესიც არის, ერთია როცა კრიმინალს უპირისპირდები და კრიმინალისგან მოდის ძალადობა და მის წინაშე ხარ დაუცველი, მაგრამ სახელმწიფო გიცავს და მეორეა როცა მთელი სახელმწიფო თავისი რეპრესიული აპარატებით არის შენ მის წინაშე ხარ დაუცველი და თუ მოუნდებათ დაგაპატიმრებენ ისე რომ შენ უდანაშაულობასაც ვერ დაამტკიცებ სასამართლოზე. დაცულობის გზნობა არ გაიზარდა. მოდი დაგაფიდე რა ხოდია. რა უნდა თქვა, მე აფხაზეთში არ იყო ასეთი ამბავი. აფხაზეთში არ იყო. მე ამწყობი ბავშვი მყავს ზევით. მე ბევრი რამეს მიწვი. და კიდე დავწეს რა საჭიროა. ეს რა არის გათო მაცალეთ ცოტახან 1-2 საათი 3 საათი გვაცალეთ. ამდენიც პირველი ვარ მუშები უნდა ჩამოვიდან. არ არიან მუშები. რა ვყო შვილი მომიკლეს. ყველაფერი რა შობიან კაცს ეს აფხაზეთში არ იყო ასეთი ამბავი. გახსოვს აი აქედან რომ გამოასახლეს დევნილები. ფორმას აქვს თუ არა მნიშვნელობა, როდესაც რეფორმას ატარებს. შეიძლება თითქოს უცნაურ კითხვას ვსვამ, მაგრამ რატომაც არა. როგორ არა აქვს ფორმას? თავარი პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში ეხლა უკვე ნაკლებად, უკვე მართლა უკვე ძალადობრივ ხანაზე ლაპარაკობთ უკვე და ამის რო აღარ არის, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ამაზე წერდით კიდევ ასე ბევრი ამბობდა, რომ სწორედ ფორმა, ის ფორმა რა ფორმითაც ხელისუფლება წლების განსაკუთრებით 7 ნოემბრამდე, შემდეგ უკვე თვითონაც აინახა სამარა შედეგი მოიტანა, ხო? ახორციელებდა რეფორმებს ეგრეთ წოდებულს, ეს იყო აბსოლუტურად სტარი, ქედმაღალი, ამას ხშირად არქვევენ ხოლმე რაღაც კომუნიკაციის საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემებს ან ხო საზოგადოებას უჭირდა ხელისუფლების წარმომადგენლებს უჭირდათ ახსნა იმ რაღაც პროგრესული რეფორმების, რომლებსაც ატარებდნენ. მე დიდი ხნის შემეპარა ამაში ეჭვი. მე არ ამგონია რომ ეს მხოლოდ კომუნიკაციის პრობლემა იყოს, მე მგონია ეს საერთოდ უუნარობაა და თვითონ მათაც ძალიან ბევრ ინდივიდს ხელისუფლების სტოებში დასაქმებულ საერთოდ არც ესმოდა, რაზე იყო ლაპარაკი, ეს რაღაც 3-4 ადამიანის წვეში მწიფდებოდა ეს რეფორმები და შემდეგ ძალიან ძალადობრივად, ქედმაღლურად, აი სრულიად გეგონება გვეუბნებოდნენ, რომ აი თქვენი საქმე არ არის, ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ და ამას ბოლომდე მივიყვანთ. ხშირად ეს ეხებოდა ისეთ ფაქის თემებს, როგორიც იყო სოციალური თემები, რაღაცა ნაციონალობასთან დაკავშირებული თემები, უმცირესობებთან, რელიგიასთან და ეს იწვევდა რასაკვირველია უკურეაქციას. ამას დიდი პოლიტიკური გამბედაობა უნარი და ინტელექტი უნდა, რომ რეფორმები თვალი, რაღაც რეალობას თვალი გავუსწორო, კულტურულ რეალობას და საფრთხილო, უხერხულ, თუნდაც პრობლემურ თემებზე, ან საკამათო თემებზე გულახდილად, გამბედავად დაიწყო ლაპარაკი და დაიწყო დისკუსია. ჩვენ ესეთი პოლიტიკური ლიდერები საუბედურად არ ვყავს, არ წყოლია და არ ვიცი, სამომავლოდაც მე დიდად ოპტიმისტურად არ უყურებ მაგამას, თუმცა იმედი მაინც ალბათ უნდა მიქონდეს. თითოეული ეს ფასადი, თითოეული სახლის შენობა, ახლა ეს ყველა ეს შენობა, ხო? უკანაც სახლის ბინების ფასს დის რამდენჯერ? რამდენჯერ თუ არა, ყოველ შემთხვევაში 30-40-60% დის ეგრე. ეს ნიშნავს, რომ უჩნდება მეტი შესაძლებლობა ხალხს, გარდა იმისა, უკეთეს გარემოში იზრდებიან მათ შვილები და ეს ნიშნავს იმას, რომ საერთოდ თბილისი მიდის ზემოთ.
თბილისი დღეს არის ყველაზე მთავარი აღშენებობის ცენტრი საქართველოში, მაგრამ იმდენი პრობლემაა თბილისში, რომ ერთხელ ხედავთ ეს ძალიან ბევრი რაღაც კეთდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდება რამხელა პრობლემები რჩება. კი, ნამდვილად, საერთოდ მე ამ პერიოდში ხშირად მიფიქრია ამაზე დაწერასაც ვაპირებდი. ის რაც ჩვენ ქალაქებში ხდება, ქალაქების იერსახის ცვლილება ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, რომ რაღაცა რეალური პროცესები ზუსტად მიესადაგოს ამ რაღაცა გარკვეულ თეორიას, ან რაღაცა ინტელექტუალების მიერ მოგონილ რაღაცა კონცეფციას, მაგრამ ეს ნამდვილად არის ესეთი თეორია კულტურის სოციოლოგიაში, ქვია დისნეიფიკაცია, რომელიც ამბობს, რომ ესე იგი ხშირად რეალური ქალაქები და რეალური ადგილები ემსგავსებიან Walt Disney-ის თემატურ პარკებს. ვინაიდან მათი განახლება ხდება, განახლების პროცესში ისინი კარგავენ თავიანთ ნამდვილ შინაარსს და იმ შინაარსს, რომელსაც ისინი წარმოადგენენ და მათი გადახვევა და ხელახლა ახალი შეხვევა ხდება რაღაცა ჭვიალა, მარტივ, ადვილად აღსაქმელ და სიმულაციურ გარში. გარში, რომელიც ითვლება, რომ ამას უფრო ტურისტებისთვის იქნება მიმზიდველი, რომელიც უფრო ადვილია თვალისთვის და რომელიც უფრო ესადაგება რაღაცა უკვე სტანდარტიზებულ არსებულ ესთეტიკას. დისნეის პარკებში მოგესალმება მთელი ქალაქების ასლებია, ხო? შეგვიძლია ვნახოთ რაღაცა რომელიღაცა ვენეცია, ოღონდ დისნეის პარკში და ეს იყო ყველაზე მე აქ დავიბადე ამ კუთხის სახში, ყველაზე გაუბედურებული უბანი იყო ეს. ეგერ ბებიაჩემ მუშაობს ინსტიტუტში იქ და იქამდე სანამ აი ეს ფეხით ჩავიდოდი იუსტიციის საბჭოც ხო აღარ იყო მაშინაც კატასტროფა ეს იყო აი ყველა რაღაც ბარაკების დონეზე მისულობა გამოშიგნა მისი დავუშვათ იმ ისტორიიდან იმ რაღაცა კვალისგან რომელიც მას დრომ დაატყო ამ ქალაქების და ადგილების და რაღაც გარკვეული ტოპონიმების და მათი გარსის შეცვლა, მხოლოდ ფასადის შეცვლა ამ რაღაცა ჭვიალა გარსით ეს ნამდვილად არის ჩვენი კულტურის პოლიტიკის ძალიან სამწუხარო მხარე, ასევე სამწუხარო ახალ შენობებსაც გავენ ძველ სტილში. კი, უსადაგებენ, ანუ ეს ძველი უბნის განახლება ხდება, ხო? ძველს განაახლებ თუ ახალს მიუწებებ თავშოთ იგივე ეხლა ეს ამ შენობას გადაულაპარაკეს ალბათ დიალოგია, ხო? ამ ძველ შენობასთან, სადაც ხა ტიბისის ბანკი მდებარეობს, მაგრამ რეალურად პროცესი მაინც ეს არის. ხა ჩვენ არ გაგვიმართლა იმაშიც, რომ ერთი მხრივ ჩემი აზრით აი ესეთი პოლიტიკა, ესეთი განახლების თუ რაღაცა რემონტის ესეთი პოლიტიკა ერთ-ერთი სიმპტომია ავტორიტარიზმის ჩვენ დღევანდელ გარემოში, იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება იმასაც ვერ ახერხებს, რომ ფორმალურად მაინც პროფესიონალების რაღაცა გუნდი მოიწვიოს და მათ დასკვნას დაეკითხოს თუნდაც ფორმალურად, ხო? ყველაფერი ხდება პრეზიდენტის და მისი გარემოცის და ალბათ ძირითადად მაინც პრეზიდენტის გემოვნებიდან გამომდინარე. ეს ნამდვილად ერთ-ერთი ხამ ავტორიტარის სხვა გამოვლენებებიც აქვს და ბევრად უფრო პრობლემური და უფრო მტკივნეული, მაგრამ ეს ნამდვილად მაგის სიმპტომია. აი ესეთ ვითარებაშიც ესეც საკითხთან მიმართებითაც კი ავტორიტარულია ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ კიდე არ გაგვიმართლა იმაში, რომ ავტორიტარულია თავისი გემოვნებით წვეს, მაგრამ თან ძალიან ცუდი გემოვნება აქვს. კარგი გემოვნება მაინც ქონოდა, ხო, საერთოდ გემოვნება არც აქვს, მე მგონი, არ ვიცი ამას რა შეიძლება დავარქვათ რა. ჭვიალა, ბუტაფორიული, აი ბათუმის მთელი ეს ახალი წლის დღესასწაულებზე რო გვაჩვენებენ ხოლმე რაღაცა სვეტები, ფსევდო იმპერიალისტური რაღაცა ესთეტიკა აბსოლუტურად ამოვარდნილი, უადგილო იმ განვითარებასთან. თეატრალიზებული სანახაობა სასულე ორკესტრის თანხლებით. შოუს სასტუმროს პირველ სტუმრებს ბენდმა Men in Brass-მა შესთავაზა. სანახაობის დასრულების შემდეგ რადისონის საზეიმოდ გაიხსნა. წითელი ლენტი სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტმა გაჭრა. ქვეყნის განვითარების, წარმატებისა და უკეთესი მომავლის სიმბოლო. ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ახალი სასტუმროს მშენებლობის დასრულებას. პრეზიდენტის განცხადებით უახლოესი 2 წლის განმავლობაში ბათუმში კიდევ არაერთი საერთაშორისო დაღიარებული ქსელი სასტუმრო გაიხსნება. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი უნდა ავთენტურად შევინარჩუნოთ და ავთენტურობა თავისთავად საკმაოდ საკამათო ცნებაა, ხო, რას ნიშნავს ავთენტური, მაგრამ აი ეს უხეში კი არა და აბსოლუტურად კლანკი ძალადობრივი ჩარევა და იერსახეების ესეთი ცვლილება ქალაქებისა, ხო, ნამდვილად ვერეთი მიუთითებს დამოკიდებულებაზე ქვეყანასთან და ქალაქებთან, როგორც სათამაშოსთან, როგორც მათ კერძო კუთვნილებასთან. გუდიაშვილის მოედნის ირგვლივ განვითარებული პროცესები, ხო, ამისი ნათელზე ნათელი დადასტურებაა, რომ რასაც მინდა როგორც მინდა ისე გავაკეთებ და არ დავეკითხები არავის და თუ თქვენ მე მაკრიტიკებთ, გახსოვს ხო პრეზიდენტის გამოსვლა, აი თქვენს პატრონს, თქვენ რა იცით, რა გაგეგებათ, ნუ არ ვიცი, ამაზე კრიტიკაც უადგილოა, მე მგონი თვალნათლივ ჩანს, რომ ეს არის უხეში ავტორიტარიზმი და თან სამწუხაროდ ძალიან უგემოვნო ავტორიტარიზმი. ინისი. Wow.
Tbilisi. Yes, Tbilisi. Tbilisi, the city that loves you. საერთოდ მე ვფიქრობ, ამასაც ვერ ვფიქრობ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ ვიცხოვდეთ, ეს თქვა ჩვენ ასე ეროვნული თუ ნაციონალიზმის რაღაც ჩარჩო თუ ნარატივს დავარქმევთ, ამას თუ დასავარქმევთ, ორ ალტერნატიულ ნარატივში, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობდა და რომელსაც ეკლესია გვთავაზობდა. ხო, რაღაცებით ეს ნარატივები გავდა ერთმანეთს, რაღაცებით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებით განსხვავდებოდა. დიდი მადლობა, გადაწყვეტილება მიღებულია ერთმანეთს. დიდი მადლობა. მადლობ კოლეგებო, ვიდრე დავიშლებით, მე მინდა ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენს მიერ მიულოცო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც იყო ამისი ინიციატორი და ავტორი ამ შესწორებისა ჩვენს კონსტიტუციაში და რა თქმა უნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდეს და უნიტარეს ილია ყოველ შემთხვევაში ეს წელი მართლა ვიცხოვრეთ ამ რაღაც საქართველოს ქართველი როგორც ევროპელი, საქართველოს როგორც ევროპისკენ მოძრავი ქვეყანა და ქართველობა როგორც ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი, ასეთივე ტრანსფორმაციის თუ რაღაცა მოძრაობის პროცესში მყოფა გვესახავდა ერთს და ქვეყანას ეკლესია. ოღონდ აქ ის ბოლო ტელეოლოგიური პროცესის თუ რაღაცა ამ მოძრაობის ბოლო წერტილი სხვა იყო. დაბრუნება ქართულ რენესანსთან, გაბწყინება, იბერია გაბწყინება. ორივე შემთხვევაში ერით ჩვენ ყველანი მოვიაზრებოდით როგორც რაღაცა მოძრაობაში მყოფი ერთობა. მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავების ღერძებიც იყო განსაკუთრებით საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან მე მაინც გონია, რომ ეკლესია დღეს საქართველოში ძალიან გავლენიანი ინსტიტუტია და ყველაზე უფრო იზოლაციონისტური ინსტიტუტია პრინციპში და მე ვიტყოდი, რომ ყველაზე უფრო ანტიდასავლური, თუ ყოველ შემთხვევაში დასავლეთის მიმართ სიმპათიებით დიდად არ გამოირჩევა და უფრო მეტად ეს კულტურული ერთობით თუ რაღაცა რელიგიური კავშირებით არის განპირობებული ცხადია, მაგრამ რუსეთთან და მართლმადიდებლურ სამყაროსთან ზოგადად კავშირები ძალიან საგრძნობია, ხოლო განსაკუთრებით რუსულ მართლმადიდებლურ ტექსტებში თუ საერთოდ ზოგადად ამ ინსტიტუტის ირგვლივ და შექმნილ დისკურსებში მართლა ჭარბობს დასავლეთთან დაპირისპირების და რაღაც მესიანიზმის და განსაკუთრებულობის თემები, ის რაც შემდეგ საქართველოშიც გადმოვიდა. ანუ დაპირისპირება იკვეთებოდა და ასე ხა ის ძალიან გროტესკულ და უხეშ ფორმებს იღებდა ზოგჯერ, მაგალითად ცნობილი სასულიერო პირის მამაიობის გამონათქვამი, რომ 2008 წელს როცა ომი მოხდა, რუსეთის ბომბები იყო მარწუხები, რომელიც საქართველოს იჭერდა, რომ არ წასულიყო გარყვნილი დასავლეთისკენ. ძალიან ბევრი არაქართველი დასახლდა საქართველოში და ქართველებს როგორც მონება ისე გაეხადეს. თურქმა, ჩინელმა, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებმა მიწები შეიძინეს. აზერბაიჯანებმა და ძალიან ცუდი მდგომარეობა. ძალიან ცუდი მდგომარეობა და ჩვენ თუ ეს ჩვენ ამ ბრძოლაში დავმარცხდით და ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის სერიოზული ბრძოლა საქართველოსთვის, საქართველოს გადარჩენისთვის. ხო, დასავლეთი ხშირად აი რომ მოусმინოთ, ხა მე დიდად ჩახედული არა ვარ ამ ამბავში, მაგრამ რაც მომისმენია სასულიერო პირობის გამოსვლები, ძალიან ხშირად მოისმენთ, რომ აი ცოდვის რაღაცა ადგილი, ანტიქრისტე იქ დაიბადება, დასავლეთიდან მოდის გარყვნილება, აღვირახსნილობა, ასე შემდეგ. ეს ადგილობრივი, ვთქვათ, ინტელექტის პროდუქტი ნაკლებად არის, მე მგონი, ეს მაინც შემოსულია რუსეთიდან და ზოგადად ბევრი რამ ითარგმნება მოგახსენებათ. ანუ ჩვენ რელიგიურ პრესაში ჩემი აზრით ეს ორი მიმდინარეობა, ერთი ეს, რაც რუსეთიდან შემოსულია და რაც დასავლეთთან არის დაპირისპირებაში და მეორე უფრო ესეთი ნაციონალისტური თამარ მეფის პერიოდი, ძველი საქართველოს რენესანსი, მასთან დაბრუნება და ასე შემდეგ. ანუ ეს დაპირისპირება, ეს ორი პროექტი, ესე ვთქვათ, რომ ქართველები
რაღაც მიმართულებით მოძრაობთ. ორივე ნარატივში იყო ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულშიც და ეკლესიის მიერ შემოთავაზებულშიც, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. და ეს იყო ჩემი აზრით თავარი დაპირისპირება ამ წლების განმავლობაში იდეოლოგიური თვალსაზრისით. თუმცა ჩვენ საკმაოდ საინტერესო სიტუაციასთანაც გვაქვს საქმე, ვინაიდან ის მოდელი ეკლესიის და სახელმწიფოს დამოკიდებულების, რაც ჩვენთან დღეს არის, მე მგონი არც ერთ ეს თქვა ცნობილ მოდელში და პარადიგმაში ვერ ჩავსვათ. ეს არ არის არც დასავლური სეკულარიზმი, ცხადია, სადაც გამიჯნულია ეკლესია და სახელმწიფო. ეს არ არის არც რაღაც რუსული ან ბიზანტიური მოდელი, სადაც სახელმწიფო ეკლესია არის შემადგენელი აპარატი სახელმწიფო მმართველობის უშუალოდ ექვემდებარება სახელმწიფოს და ეს არც თეოკრატიაა და არც ირანის მოდელია, სადაც სასულიერო ინსტიტუტები უფრო ზემო დგას საერთო. ეს რაღაცა ჰიბრიდია და მე მგონი მაინც პერსონალიების ბრძოლაზე დაიყვანება, რაც არ უნდა გამოკვეთილი იყოს რაღაც იდეოლოგიური დაპირისპირებები და ესენი მართლა რეალურია და ნამდვილად არსებობს. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით კრიტიკულ მომენტებში, არჩევნების წინ, რაღაცა კრიზისების წინ, ხშირად იკვეთებოდა და ხშირად ხედავდით ჩვენ ამის სიმპტომებს, რომ რაღაცა მოლაპარაკება გარს უკან სასულიერო უმაღლეს ეშელონებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ну ის მადაღებული, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან სამართლიანად მადაღებული ჯიპების თემა, მიწების თემა, ქონების თემა, ეკლესია დღეს რეალურად არის რაღაც ფეოდალური წარმონაქმნი სახელმწიფოში, ერთგვარი სახელმწიფო, თავისი მამულებით, თავისი დიდი ქონებით და მე გონია რომ მართლა რეალურად ეს რაღაცა გადავა მოლაპარაკება თუ შეთანხმება თუ კარს უკან ბევრი რამ ისეთი ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით. და ის რაც კარს და ის რასაც დახურული არის ეს. კი, დახურულია და ეს ურთიერთობები სახელისუფლებას და ეკლესიას შორის არ ვიცით ჩვენ რეალურად რა ხდება ამ პერსონალიებს შორის, რა მოხდა კრიტიკულ დროს. ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვს საქმოდ, არამედ თვითონ ასწორებენ ყველაფერს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და არ განმეორდეს. იგივე ეხლა ეს განსაკუთრებით ნათლად წარმოჩინდა პატრიარქის განცხადებამ ძალიან შეუწყო ხელი ამ მთელი უბედურების და კოშმარის გაბანალურებას. სწორედ პატრიარქი იყო პირველი, ვინც თქვა, რომ აი ესეთი წამება ციხეებში ყველგან ხდება და ეს გარეთ არ უნდა გამოვიტანოთ, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ გარეთ გამოტანის შემდეგ გახდა შესაძლებელი მობილიზება აღშფოთების და სიბრალის და პროტესტის მოსახლეობაში და მოქალაქეებში და შემდეგ უკვე ამან მისცა ძალიან დიდი ის ვთქვათ რიხის და ბრექის საფუძველი ჩვენს პოლიტიკოსებს, პრეზიდენტს პირველ რიგში და ეხლა უკვე არ ვიცი ამ გადაცემას რო წერთ ერთი კვირაც არ არის გასული ამ ამბის გამჟღავნებისგან და ძალიან ბევრი მათგანი უკვე ძალიან გაბედულად გვიმტკიცებს, რომ ეს არაფერი ამაში განსაკუთრებული არ ხდება, ეს ძალიან ბანალურია, ეს ყველგან ხდება საერთოდ ბოროტების და ესეთი სუდი შემზარავი ფაქტების გაბანალურებას ჩვენ საერთოდ მიჩვეულები ვართ. დავიწყოთ ტოლერანტობის ცენტრის განცხადებით. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში საქართველოში სიძულვილის ენის ტირაჟირების ფაქტებმა იმატა და ახალი მიმართულება შეიძინა. პოლიტიკური სპექტრის, მედიისა და ექსპერტების ერთი ნაწილის მხრიდან ქსენოფობიური რიტორიკის მთავარი ელემენტი ანტითურქული პროპაგანდა გახდა. ანტითურქული განცხადებები კეთდება როგორც პოლიტიკოსების, ისე მედია წარმომადგენლების მიერ. პოლიტიკოსთა მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები, აჭარა უნდა გაიწმინდოს ანტიქართული ძალებისაგან, შეწყდეს თურქული ექსპანსია რეგიონის ტერიტორიაზე და სხვა. სამწუხაროდ თურქოფობული აქცენტები გაკეთდა აჭარაში ბოლო პერიოდში გამართულ აქციაზეც. აღნიშნულ აქციაში იგულისხმება ბიძინა ივანიშვილის და კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერთა აქცია ბათუმში. გავიხსენოთ რა ითქვა იქ. ბათუმო, მე შენი ბულვარი მომენატრა. არა ის ბულვარი ჩორბისა და დონერის სუნით გაჟღენთილი და არა ის ბუჩქები, სადაც ამ
და არა ის ბუჩქები, სადაც ამ ვიღაცის წაქეზებით 1000 ჯურის ზარზე მიიღო. მე 7 გრძელი ჩაზნექილი სკამები მომენატრა შენს ბულვარში, ჩემო ბათუმო. ეს აკვიატებული აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა. როდესაც საქართველოში 250 მოქმედი ჯამე და მედრესე არსებობს. როცა ინგრევა აქ ფერის ეკლესია, როდესაც სულშია ჩაფურთხებული ადამიანები, რა არის ასეთი აკვიატება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სიარული. ეს პრობლემა როგორც ამბობ, ყველგან სუეჩიც, განსხვავება იმაშია, რომ დასავლეთის ქვეყნებში ევროპაში განსაკუთრებით საერთაშორისო საერთო მდგომარეობა მიგრანტების წარსული კულტურა. ევროპაშიც არის ქსენოფობური განწყობები, სანამ პოლიტიკოსებიც არიან, რომლებიც აღულებენ ამ განწყობებს უცხოეს მიმართში, მაგრამ ეს პოლიტიკოსები და ეს განწყობები მაინც დიდწილად მარგინალურები რჩება. არიან თავეთი ავანტიურები წყავთ, ეს განწყობები არის, მაგრამ ბირთვი პოლიტიკური, კულტურული, საზოგადოებრივი ცხოვრების შედგება მაინც ისეთი პრინციპებისგან, როგორც არის ადამიანის უფლებები, ინტერესობა, გარემოება და ერთობა, ეროვნული ერთობა არის მოაზრებული, გაგებული როგორც მოქალაქეების კოლექტივი, რომლებიც ერთ სივრცეში ცხოვრობენ, ერთ სახელმწიფოს ექვემდებარებიან, სახელმწიფოს სუბიექტები არიან და სწორედ მრავალფეროვნებაშია მათი სიმდიდრე. ჩვენთან სხვა მდგომარეობებში ჩვენთან არ არის ადამიანის უფლებები, ლიბერალური პრინციპები, მეინსტრიმი, ბირთვი ჩვენ პოლიტიკური ცხოვრების სამწუხაროდ მეუწყლე არ არის და კი ჩვენთან ნამდვილად გვაქვს ეკლექტური გარემო, ახლა ეს ოპოზიციური ამ ეტაპზე ოპოზიციური და ასეთი სიმწრით ამ გადაცემას კოალიცია ქართული ოცნება ნამდვილად ამის ძალიან ხალხი ნაციონალური მაგალითია ამ ეკლექტიკის და ამ ქართულ სპექტრის აერთიანებს ძალიან კონსერვატორ, ქსენოფობ ფიგურებს და ულტრალიბერალ და ულტრაგახსნილ პარტიებს და ფიგურებს. მათი თეატრიც ვერ მიყვარს და ვეფერები ყოველთვის გაწვა. იმათ მასწავლეს ქართველობა და იმათ მასწავლეს წესრიგი და იმათ მასწავლეს სამშობლო სიყვარული ახლა. გიორგი მასალკინი არ მინდა ვთქვა რა. არ არის გენში, არ არის გენი. მოკლედ, თქვათ უნდა გავხსნათ რა. არ არის გენით ეს ქართველი. არ არის გენით ქართველი, ვერ მიხვდა ამ რა არის საქართველო. ბატონ ბიძინას ივანიშვილთან დაკავშირებით წუხანდელ ალბათ ინტერვიუზეა ლაპარაკი არა პირველ არხზე რო იყო. ესაა თითიდან გამოწოვილი. ვინც სოსო ჯაჭვლიანს იცნობს დაბადებიდან, სკოლიდან, ინსტიტუტში, სამსახურში და ცხოვრებაში და უბანზე, ესაა ყველაფერი თითიდან გამოწოვილი, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი. თუ ამასთან დაკავშირებით ეკა კვესიკაძეს აინტერესებს კომენტარი, უნდა დამიძახოს მე პირადად, დაუჯდეთ პირდაპირ ეთერში და მოახსენებ საზოგადოებას ამის შესახებ. ასე რომ ეს ყველაფერი არის წეღანი, მე რაზე ვლაპარაკობდი? ჭორაობას თავი დაანებონ. ჭორაობას თავი დაანებონ. ქუჩურ ჭორაობას თავი უნდა დაანებონ. და უნდა მოვიდნენ ვისთანაც აინტერესებთ ეს პასუხი, ვისგანაც აინტერესებთ და პირადად მე მკითხო. აი ესაა ჩემი კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ზანგი მოქალაქეა, ვინც შეხვდება. ინდოელი და ჩინელი და სულ ყველა. აჩომდი ბიჭო ერთუდი მოსვენე ბიჭო, აჩომდი. ივიღებ მონაწილეობასო. ეს თქვა თუ არა? მომეცით საშუალება გითხრათ, რას გპირდებათ ეს კაცი? არ გაინტერესებს? იმას დაუჭირებთ. ძალიან გაგიკვირდებათ, 4 წევრი ვართ ოჯახში, 4-ვე მუშაობ. ჩემი მეუღლეც და 2-ვე შვილიც. ნათელს ვერ ვხედავ. მე მინდა რომ აქ მაქვს ჩემი მშობლების საფლავები. ბაბუას და ბებიას საფლავი. მეც აქ უნდა დავსაფლავდე. და მე უნდა ვიცოდე რომ ჩემი შვილი ამ დგომას მაინც მოვა აუცილებლად ჩემს საფლავს. ჩემი შვილს ქართველი ცოლი უნდა ყავდეს. თუ ეს რაჭველი იქნება თლათ უკეთესი ჩემთვის. აი ესეთი ვიწრო სეპარატიზმის ქართველებისთვის უნდა იყოს საქართველო. ძალიან ადვილია თქვა რომ მოდის უცხოელი ინვესტორი და იმონებს ქართველებს. რომ შემოდის უცხოელი მუშახელი და რომ გვართმევს სამუშაო ადგილებს. უცხოეთში ხშირად ამბობენ ხოლმე რომ უცხოელი მიგრანტები მოდიან და სოციალურ პროგრამებს აწვევიან თვითონ და ადვილია მანიპულაცია. ეს მოყიერი ნიადაგი რჩება სიღარიბის ფონზე ქსენოფობი პოლიტიკოსებისთვის, პოპულისტი და ხშირად პრინციპებთან წყალატყობი პოლიტიკოსებისთვის ეს ჩვენთანაც ნამდვილად ფაქტია და ამის წინაშე ვარ. მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი აქცია მიმართული არის უმუშევრობის პრობლემის წინააღმდეგ საქართველოში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებისათვის. ეხლა რასაც უყურებთ ჩვენ აქ, ეს არის იუსტიციის სახლი, რომელსაც აშენებს ჩინური კომპანია და რომელსაც დასაქმებული ყავს ჩინელები. პირველ რიგში ჩვენ მოვითხოვთ, რომ დასაქმდნენ საქართველოს მოქალაქეები.
არ უნდა დადიოდეს ჩვენი ადამიანები საზღვარგარეთ სამუშაოს საშუალებლად. ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივად ბრძოლას იმისათვის, რომ თითეული საქართველოს მოქალაქე იყოს დასაქმებული, რომ მათ ჰქონდეთ სამუშაო და შემდგომ უკვე თუ დარჩება ადგილები აქა. ყველა ერის წარმომადგენლებს ვეძახით იმისათვის, რომ დასაქმდნენ და იმუშაოს საქართველოს სასამართლოებთან. პირიქით უნდა გავუსვათ ხაზი. იმას კი არა, რომ ჩვენ უფლებები უნდა დავიცვათ, უმცირესობის ტოლერანტულები უნდა ვიყოთ და გადავწყვეტოთ, რომ დღეიდან კეთილები ვართ. ყველასი ჩვენი კოლექტიური ფასეულობა არა მრავალფეროვნება. ეს არის ჩვენი სიმდიდრე და ეს მოგვიტანს ჰარმონიული თანაცხოვრების საშუალებას, მაგრამ ეხლა ეს მეც რომ ლოზუნგი ვიჭრებს და ძალიან დიდაქტიკურად ხდება და ამისთვის იყო საჭირო სწორედ გახსნა სივრცის, ამისთვის იყო საჭირო დისკუსიები იმ ადამიანს, რომელსაც აქვს რაღაცა შიშები იდენტობის დაკარგვის თუ ტრადიციების დაკარგვის, ამაზე თავისუფლად უნდა შეესწროს ლაპარაკი და ჩვენს თავისუფლად უნდა შეგვასწროს, ვინც არ ვიზიარებთ ამ შეხედულებებს, მასთან დაპირისპირება ამაზე დისკუსია. აბრაამ მამონტოვარს სამი ადამიანი გამოეცხადა, სამი ანგელოზი, სამი ბარომ არის გამოცხადებული ადამიანებისა ღმერთი მიიპატიჟა და პირველი რაც უთხრა წყალს მოგართმევთ ფეხის დასაბანადო. წაკითხულიც არა აქვს. ეს დასაწყისშივე არის ბიბლიის დასაწყისშივე. და ცოლები მორჩილებდით ქრებს, ეს პავლე მოციქულის ნათქვამია და მე განმარტებაში ხო სიყვარულზე აქვს სულ ლაპარაკი საუბარი, არიციან რაღაცას ამოგლიჯავენ და ისე საუბრობენ სექტანტებივით, ისე საუბრობენ, რაღაც სექტები ჩამოყალიბდა ეს ეკლესიის წინააღმდეგ, ქრისტეს წინააღმდეგ რაღაცას აყალიბებენ. ეს ჩვენი ტრადიციაა, ჩვენი კულტურაა, ჩვენი ცხოვრებაა და არის ხოლმე რომ რაღაცა დონის იქით აღარ მისცემს საშუალებას მერე რომ შეგიტიონ. ამიტომ დაფიქრდნენ თუ ისეთ ოჯახებში ცხოვრობენ რომ მასე ძნელად აქვს სიტუაცია, მოვიდნენ ეკლესიაში და დავეხმარებით უშველით. იმ ორგანიზაციების გარეშეც უშველით დავეხმარებით. სირცხვილია საქართველოში ეს თურმე ქალები იჩაგრებიან. და ეკლესია გამოდივართ ჩაგვრელი. ეხლა ნაცი ვამბობდი ხო რომ ერი გაჩი როგორ აღვიქვათ ეს ჩვენზეა დამოკიდებული რა სოფხედულობით თუ რა კუთხით წარმოვაჩენთ და როგორ იქნება აღქმა ისე თუ რა არის ერი ეს არის რაღაცა მრავალფეროვნებას ხო ყველა მოქალაქის სამასწორობა მოქალაქეობაზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებული ერთობა თუ მონოლითური ეთნიკურ სისუფთავაზე თუ აი ესეთ რაღაცა მითოსურ არარეალისტურ კონცეფტებზე დამყარებული ცნება ერისა და მე მგონია რომ ჩვენში ბოლო 20 წლის განმავლობაში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ამას თავის ლოგიკური მიზეზები ქონდა საბჭოთა კავშირში რატო ესეთი ნაციონალიზმი რატო წამოვიდა მითოპოეტური ხოწინ მაგრამ დღემდე ჩვენ სოციალურ რაღაცა საზოგადოებრივ დისკურსში დომინანტური იდეოლოგია რჩება სწორედ ეთნონაციონალიზმი ასე ეთნიკურ და ამას დიდწილად ხელს უწყობს ის ეკლესია გავლენიანი ინსტიტუტი ეკლესია და მე ხანახან გონია ხოლმე მე ცოტა გარედან უყურებ ამ ინსტიტუტს არ ვცხოვრობ ეკლესიური ცხოვრებით და გონია ხოლმე რომ ჩვენთან ქრისტიანობა როგორც ესეთი პრინციპში არც რასაც მე უსმენ სასულიერო პირების გადაგებებს ხო უმეტესწილად ისინი სწორედ ნაციონალიზმით და რაღაცა ქართველობით, საქართველოს გარწმუნებით, საქართველოს ისტორიით, რჩეულობის თემით, სხერფლობის თემით, აი ყველა იმ ქვე ნარატივით, რაც ეთნიკურ ნაციონალიზმს ახასიათებს და ახდენენ თავიანთ ლეგიტიმაციას და ძალაუფლებას ამით უჭირავთ. ალბათ ეხა შიგნით გადაგებებზე და მრევლთან ურთიერთობაში ისინი სხვა პრინციპებზე ლაპარაკობენ რელიგიურ და ყოველ შემთხვევაში უმეტესწილად მასი საჯარო განცხადებები როგორც წესი ემყარება ნაციონალიზმს და ეს ნაციონალიზმი როგორც წესი არის ეთნიკური შეფერილობის. ყოველ ქართველები, ყოველთა ქართველთა და ასე შემდეგ და შესაბამისად აი ამ სიტუაციაში ვარ დღეს და ეს მე მგონი რომ თანდათან იმედი უნდა ვიქონიოთ მაინც რომ დრო მოიტანს იმას რომ გაიხსნება და უფრო რაღაცა დისკუსია გამვითარდება და ცოტა შეიცვლება ის გაგება რა გაგებითაც ჩვენ ყველა ვიაზრებთ თუ ჩვენგვესმის ქართველობა როგორც ესე რამდენად პარლამენტი გადაწყვეტა და რამდენად ასახავდა რეალურ სურათს ქართული საზოგადოების, თუ ხალხის რჩეულები იყვნენ. საზოგადოების სურათს ნამდვილად არ ასახავდა, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ასახავდა, მაგრამ ასახავდა ძალაუფლების ვერტიკალის სურათს ძალიან კარგად. და პარლამენტი არის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ალბათ იმისა, რაც ვერაფრით ვერ მოხერხდა ჩვენს ქვეყანაში ვარდების რევოლუციის შემდეგ, რაც იყო მთავარი ნაკლი საერთოდ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ვერტიკალი, რაღაცა 3-4 კაცზე მორგებული და
ვთქვათ, ბაზისურ დონეზეც კი, ფუნდამენტის დონეზეც კი არ არსებობდა სხვადასხვა ინსტიტუტის, ხელისუფლების სხვადასხვა განშტოების, რომელმაც ერთმანეთი უნდა დააბალანსოს და ერთმანეთის მუშაობას ხელით შეუწყოს, შეამოწმოს, გააკონტროლოს, მოგეხსენება თქო საკანონმდებლო აღმასრულებელი სასამართლო, ძალკე მედია. სწორედ ის რომ პარლამენტი შედგებოდა, მმართველი ძალა პარლამენტში წარმოადგენილი იყო პრინციპში ძალიან უსახური, ნაცრისფერი მასით, რომელთა ფუნქცია იყო დაჭერა ღილაკზე თითის ხანახან ესეც კი ეზარებოდა და კადრები გვახსოვს ხო, როცა ერთი აჭერს ხების მაგივრად ხელს. ეს არის ერთი ძალიან სევდიანი და გულდასაწყვეტი მაგალითი და სიმპტომი იმისა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენთან რეალურად პოლიტიკური ცხოვრება არ განვითარდა პირიქით, ჩაკვდა და ძალიან ისეთი რაღაცა კომკავშირულ პარტიის გენერალური ხაზის გამტარებლები იყვნენ ძირითადად წარმოდგენილები აქ და არა ინდივიდები, რომლებიც კი შეიძლება რაღაცა გაეზიარებიათ ფუნდამენტში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაინც აგვიხსნიდან ან ერთმანეთში დისკუსიით მაინც რაღაცა კულტურა დამკვიდრდებოდა ჩვენთან პოლიტიკური ისეთი როგორც უნდა იყოს პოლიტიკური გარემო წესით და ხდება რომ საკუთარ პულს არაძოს თქვენ თვითონ არ აჭერთ და თქვენს მაგერად მას აძლევს იმნაძე გიორგი და ამის ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ეხლა ისევ და ისევ მაინც არ შემიძლია არ დაუბრუნდე ამ სკანდალს ამ კოშმარულ ვითარებას სწორედ პარლამენტი უნდა ყოფილიყო ის ორგანო რომელიც ადამიანის უფლებების კომიტეტი განსაკუთრებით პარლამენტის მთლიანად პარლამენტი სახალხო დამცველის მოხსენებებზე მას უნდა მოეხდინათ რეაგირება, აქ ხდებოდა ფორმალურად მოსმენა სახალხო დამცველის მოხსენებების და გვახსოვს კარგად, რომ არც უსმენდნენ, უგულებელყოფდნენ ამაზე, ეცირებოდათ კიდევაც, როცა იქ იყო პატიმრების წამებაზე, ცემაზე და ძალიან ცუდ მოპყრობაზე. ჩვენ ველოდებით სახალხო დამცველის გასული წლის საბოლოო მონაცემს, რომელსაც თქვენი პარტია ზუსტად ისევე მიიღებს ცნობად, როგორც ამას ამ წლების მანძილზე აკეთებდით. სხვათა შორის, თქვენს მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის მერე საქართველოს სიხეებში 650-მდე პატიმარი არის უკვე გარდაცვლილი. იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც სწორედ ეს თქვენი მითითება ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ ბრწყინვალედ შეასრულა. 25,000 პატიმარი გამოკეტა ციხეებში, 10,000 კი პრობაციონერად აქცია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელმაც გასულ წელს საჯარო სკოლების ეგრეთ წოდებული ოპტიმიზაციის პროცესი განახორციელა. შედეგად ასეულობით სკოლა დაიხურა და 1000-ობით პედაგოგი უმუშევრად დარჩა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ თქვენმა წარმატებულმა მინისტრმა თბილისის სპეციალიზირებული ლოგოპედური სკოლა დახურა, მეტყველების პრობლემის მქონე 140 ბავშვი და 30-მდე მასწავლებელი ქუჩაში დატოვა. თუმცა რა უნდა გაგვიკვირდეს იმ პრეზიდენტის მინისტრისგან, რომელმაც ამ დარბაზში 14 წლის ბავშვი პირდაპირ კრიმინალად გამოაცხადა. მე 2 წლის წინ ამ დარბაზში ხელიდან ხელში გადმოგეცით ბატონო მიხეილ ნაცემი და ნაწამები ოპოზიციის მომხრეების სია. ამ სიას ჩახედეთ? რა თქმა უნდა არა. ლაპარაკი პარლამენტი ესეთი თუ არ ყოფილიყო შეიძლება ამ ზომამდე არ მივსულიყავით, თუმცა პარლამენტი არ არის მარტო პრობლემა. ასეთივე პრობლემაა პროკურატურა. ასეთივე პრობლემაა ის, რომ ჩვენთან რეალურად არ არსებობს ინსტიტუტები, სასამართლო, მით უმეტეს პირველ რიგში სასამართლო. სწორედ ამიტომ არის მოგონილი თავის დროზე ყოველთვის ეს მოდელი ამ რაღაცა ერთმანეთის დაბალანსების სწორედ იმის გამო შეიქმნა, რომ რაღაცა ელიტა იქაც ალბათ პოლიტიკოსების შეიკრიბენ ერთად და გადაწყვიტეს დასავლეთზე ლაპარაკობთ, ერთ რუსატებზე დასავლეთზე, რომ რაღაცა თამაშის წესები უნდა შეიქმნას, რომელსაც გაიცავს ყველა. ჩვენ პირველ რიგში და ვინც ამას დაარღვეს, ის დაიჭება. აი ეს არ მოხერხდა ჩვენთან სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი იყო მორგებული რამდენიმე ადამიანის ნებას, რამდენიმე ადამიანის სპონტანურ გადაწყვეტილებებს და შემდეგ აი ყველა ეს ინსტიტუტი, ეს ფუნდამენტური ინსტიტუტი, მით უმეტეს ჩვენ რეალობაში როცა რაღაცა განახლებაზე იყო პრეტენზია, სიახლეზე, ღირებულებით გადაფასებაზე, სწორედ პარლამენტი უნდა ყოფილიყო, აი სივრცე, სადაც ჩვენ მოვისმენდით სერიოზულ პოლიტიკურ გაბედულ დისკუსიებს.
იმედმოცემული ვარ, მეც მგონია რომ რაღაც ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს, აი ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, რასაც ახლა უყურებთ, სტუდენტურ პროტესტს, რომელიც პრინციპში ისე ჩანს და ესეც არის ალბათ, რომ იქ ბევრი განშტოებაა ცხადია თვითონ ამ სტუდენტებს შორის, მაგრამ ბირთვი არ არის დამოკიდებული არც ერთ რა პოლიტიკურ ძალაზე არ არის მიბმული, არც რელიგიურ ინსტიტუტებზე და განაგრძობს ამ თავის სოციალურ სამოქალაქო აქტივობას. და ეს ძალიან კარგია, ვინაიდან ახლა ეს ძალიან ბანალური აზრია, მაგრამ სწორედ უსამართლობის მიმართ ამბოხი, რაღაცა საპროტესტო მუხტი, საპროტესტო მოძრაობა ახალგაზრდებში ჩნდება, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ეს თქვა გზობელობა მათ უნდა ქონდეთ, მათ აქვს და უნდა ქონდეთ კიდევაც უსამართლო გარემოს მიმართ. ხა ჩვენ ისეთი საზოგადოება ვართ, რომელსაც ჩვენ გვაქვს ტოტალიტარული, შემდეგ ავტორიტარული წარსული და ბოლო 20 წელია რომ სწავლობთ ყველანი ერთად თავისუფლების ფორმებს, ჩვენს უფლებებს, ჩვენს პასუხისგებლობასაც, იმას თუ რისი მოთხოვნა შეგვიძლია, იმას რომ ხელისუფლება ელიტა პოლიტიკური თუ რელიგიური თუ ნებისმიერი სხვა რეალურად ეს არის ჩვენ სამსახურში უნდა იდგეს და ჩვენს წინაშეა ანგარიშვალდებული ხელისუფლება განსაკუთრებით და არა პირიქით და ჩვენი დამორჩილებაც შესაბამისად ხო უფრო ადვილია ვიდრე იმ კულტურების და იმ ქვეყნების სადაც ამ დემოკრატიულ სამოქალაქო ტრადიციას ბევრი საუკუნეებს იწვლის უკვე ხო და ამიტომ ეს რაღაც ჩვენი მანიპულირებაც ძალაუფლების ასიმეტრიული სტრუქტურებიც ეს ჩვენთან ბევრად უფრო მეტად იგრძნობა და საზოგადოებაშიც ეს მუხტი, საპროტესტო მუხტი, რაღაც სამოქალაქო თემებზე მობილიზაცია და აღშფოთება აქამდე ესე კაფიოთ, როგორც ეხლა ამ შემთხვევაშია არ იყო. და ეს ძალიან იმედის მომცემია ჩემი აზრით, ვინაიდან საერთოდ ზოგადად ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ბევრი რამ არის გასაპროტესტებელი იმ იდეოლოგიურ კლიმატში, რომელშიც ცხოვრობთ, ხო ეხლა საერთო ისევ თუ შევაჯამებთ და გადავხედოთ ბოლო 8 წლის განმავლობაში რაც მოხდა, ეს პატიმრების სკანდალი ეს ბოლო ძალიან ისეთი მახინჯი და ძალიან გროტესკული და ძალიან კოშმარული გამოვლინებაა პრინციპში იმ პოლიტიკის რითიც ვიცხოვრეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში. რატომაც ისე ხდება ხოლმე, რომ ჩვენ ეთყობა ესეთი კოშმარები გვჭირდება, რომ გამოვიგუძოთ და რაღაცა გავაპროტესტოთ. აი, ომი იყო 2008 წლის საჭირო იმისთვის, რომ დასრულებულიყო მილიტარისტული რიტორიკა სახელმწიფო პოლიტიკაში და რომელიც იწილად ხარდაჭერილი იყო საზოგადოების ბევრი სეგმენტის მიერ, ხო? გახსოვთ ალბათ. სიმღერები იქნებოდა ეს თუ რაღაც ლოზუნგები, რომ აი ეს ძალა, სამხედრო ძალა, ქვეყანა ძლიერდება, ქვეყანა 2008 წლის შემდეგ გავიაზრეთ, რომ რაც მოიტანა ამან და შეწყდა ეს რიტორიკა. ეხლა იმედი მაქვს, რომ აი ეს რაღაც სახელმწიფოს გაძლიერების ფეტიშიც შეწყდება, იმიტომ რომ ნახეთ რეალურად, რომ ძლიერი სახელმწიფოს ძალა ძალიან ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ძალადობაში, ეს ადრეც ანახი ჰქონდა და ეხლა ყველაზე ესე ვთქვათ, თვალში საცემად დავინახეთ და ამ დროს ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი საზოგადოება, სწორედ ის სახელმწიფოა და ის საზოგადოება, რომელიც სუსტზეა ორიენტირებული. დაჩაგრულზე, მარგინალურზე, მას იცა, ეს არის ზუსტად ძალა საზოგადოების და ქვეყნის და არა ის რომ რაღაცა პუნქტები და აბა ძლიერი საზოგადოება შედგა თუ არ შედგა სახელმწიფო, ძლიერია თუ არ არის ძლიერი. მე იმედი მაქვს, რომ ეს მუხტი გაგრძელდება, მე იმედი მაქვს, რომ გარკვეული რაღაცა მარტო ხელისუფლებასთან მიმართებით არ არის ხო კრიტიკა და პროტესტი გამოსახატავი თავისუფალი საზოგადოება და თუ ლიბერალიზმზე ვლაპარაკობთ მით უმეტეს რაღაც ავტორიტარული ინერციის დაძლევაზე ლიბერალიზმი თავისთავად გულისხმობს ერთ-ერთი უპირველესი პრინციპია სკეპსისი ძალაუფლების ყველა წყაროს მიმართ მუდმივი სკეპსისი მუდმივი პროტესტი მუდმივი კითხვების დასმა იქნება ეს ავიცი სახელმწიფო სტრუქტურები რელიგიური ინსტიტუტები ოჯახი სკოლა ეს სწორედ ეს სკეპსისი არის იმისი საფუძველი რომ მოქალაქეები ვისკოთ თავისუფლებას თანდათან ვისწავლით და ეს სკეპსისი უნდა წამოვიდეს ახალგაზრდობისგან და ამიტომ ვარ მე ძალიან იმედმოცემული რომ ეს ესეც ხდება თითქოს თუმცა ნახოთ
ისევ და ისევ თუ შეჯამებაზე ვლაპარაკობთ ხო ბოლო 8 წლის თუ ვარდების რევოლუციის შემდგომ განვითარებული პროცესების პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიასაც დავარქმევდი ამას. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანამ გაუშვა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ხელიდან. ჩვენ ყველამ როგორც საზოგადოება, მაშინ ისეთი ღიაობა იყო, ისეთი მუხტი იყო, ისეთი ცვლილებების მოლოდინიც თითქოს. ბევრად უფრო ადვილად შეიძლებოდა დისკუსიის დაწყება, რა გვინდა, რისი შეცვლა გვინდა, რა არის ჩვენი ავტორიტარული წარსული, რა არის ლიბერალიზმი, რა არის სიახლე, როგორ უნდა გადავაფასოთ გარკვეული ღირებულებები თუ არ უნდა გადავაფასოთ. ხელისუფლების მთავარი შეცდომა და ის შეცდომა და პრინციპში უპატიებელი რამ რაც მათ გააკეთეს ჩემი აზრით არის სწორედ ის რომ ერთი მხრივ მათ მიიტაცეს ეს განახლების რაღაცა მუხტი თუ მისია და მეორე მხრივ ისე გააუფასურეს ისეთი დისკრედიტაცია გაუკეთეს აი ისეთ ცნებებს როგორიც არის ლიბერალიზმი იგივე ადამიანის უფლებები დასავლური ფასეულობები ამ ცნებების სახელით მოქმედებდნენ ისინი და რეალურად მათი ხელისუფლება მათი მმართველობა ემყარებოდა ძალაუფლების გამყარებას და ძალადობასაც ძალიან ხშირად ერთი მხრივ მათი პიარიც და მათი ჩვენთან კომუნიკაციაც ისეთი ძალიან ტლანკ იდეებს ემყარებოდა როგორიც იყო თითქოს აი განახლება ნიშნავდა მართლა შუშის შენობებს საპოლიციოს ინგლისურ ენას სწავლას და Windows-ში ტრენინგებს და შადრევნებს და ძალიან ზედაპირული ძალიან ფასადური და ამან ის გამოიწვია რომ ეხლა მე მგონია რომ ბევრად უფრო რთულიც არის აი რაღაცა ამაზე ლიბერალიზმი მოგეხსენებათ სალანძღავი სიტყვაც გახდა ხო დავედით იქამდე რომ სხვადასხვა ღირებულებებზე მდგარი სოციალური ჯგუფები ერთმანეთს უწოდებთ ლიბერასტებს და გრუზინებს და აი გროტესკული ფორმა შეიძინა ამ ჩვენმა სხვაობებმა ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი მე მგონია და თუმცა რასაკვირველი არის რაღაცა იმედი და აი ლოზუნგით დავამთავრებ არ მოვერიდები ამას მაგრამ იმედი მაქვს რომ ჩვენ როგორც საზოგადოება ვისწავლეთ მაინც რაღაცა ენას მივაგნებთ რითიც მაინც იქნება საშუალება და შესაძლებელი ცვლილებაზე ლაპარაკი. სწორედ ღირებულებით ცვლილებაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ შესაძლებელი ძალიან ბევრი რამე გვაქვს, მაგრამ ეს არ იქნება რაღაცა რევოლუციური, გრანდიოზული ტერმინების რახარუხი და ეს არ იქნება ზემოდან ქვემოთ. ეს იქნება ესეთი ეგალიტარული საზოგადოებრივი დისკუსია, რომელშიც სწორედ ახალგაზრდები და სტუდენტები შეასრულებენ მნიშვნელოვან როლს.